დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. და ზოგადად მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. სად გადის ჩვენი შეხედულების ზღვარი? ამ კითხვაზე პასუხი ცხოვრების განმავლობაში ალბათ შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ვინც გასულ კვირას მარჯანიშვილის თეატრში ბრიტანულ კომპანიას Kenducos წარმოადგენლებს დაესწრო, თავის ძველ შეხედულებებს ალბათ აუცილებლად გადახედავდა. ძალიან საინტერესო გადაწყვეტა იყო, ასე ვთქვათ, მიტანის ამ პრობლემისა. მოდით წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები. ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ბატონი ზაზა ფურცველაძე, ქორეოგრაფი კონსტანტინე დონაძე, ჩემს ხელმარცნივ ქორეოგრაფი ქეთევა ზაზანაშვილი და ვორქშოპის მონაწილეები რატი იონათამიშვილი და ლევან გოცაძე. დიდი მადლობა მაბრძანებისთვის ჩვენთან. ძიმ რაღაც თქმა გინდა? კითხვა მინდა, ხო, ისე და ისე დავსვა, კითხვა არ შეიძლება გამაგდო ბოლოს აქედან, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო რატის. ჩვენამდე როგორ მოხვედით აი სტუდიამდე? სტუდიამდე ტელევიზიამდე მოვედი ძალიან ნორმალურად, ჩვეულებრივად, ავტომობილით და უკვე შემოსვლის დროს პრობლემები შემემთხვა, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული საოცუხაროდ და აიცი მედია ამ გადაცემის შედეგი იქნება, რომ ძალიან მალე რუსთავი იქნება ადაპტირებული და ინკლუზიური გარემო იქნება ოცნებად. ეს ზოგადად მარტო აქ არის პრობლემა, ზოგადად არის პრობლემა. მაგრამ კარგი იქნება თუ მივცემთ მაგალითს, რომ უნდა იყოს ეს. უნებრივია, აუცილებლად გავითვალისწინებთ ამას ამჯერად. მე მინდა ბატონ ზაზას ვკითხო, ზოგადად ძიმა მახსენა Kenducos კომპანია, რომელიც არის ბრიტანული. მოდით პირველ რიგში გავშიფროთ ეს აბრევიატურა, რას ნიშნავს ამ კომპანიის სახელწოდება და მისი საქმიანობა რა არის, რომ ჩვენს მაყურებელს უფრო გავუადვილდეს აღქმა ამ ყველაფერს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოს სტუდიაში მოწვევისთვის, რაც შეეხება კომპანიის სახელს, წარმოდგება ბრიტანული ინგლისური სიტყვებიდან can do, ანუ შემიძლია გავაკეთო can do company. ეს არის ამ სახელის გაშიფრვა ქართულად. რაც შეეხება ამ კომპანიის ჩამოყვანას საქართველოში, მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ქართული მაყურებლისთვის გაგვეცნო მათი შემოქმედება, მათი საქმიანობა და როდესაც ჩვენი არჩევანი Kenducos-ზე შევარჩიეთ, ვიხელმძღვანელით ორი ძირითადი პრინციპით, ეს გახლავთ თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში, გაცნობა ქართული მაყურებლისთვის და ასევე ის ინკლუზიურობის პრინციპი, რა პრინციპითაც ეს კომპანია მუშაობს, მოღვაწეობს, როგორც მოგეხსენებათ, მოცეკვავები კომპანიის არიან როგორც უნარშეზღუდული, ასევე არაუნარშეზღუდული ადამიანები და სწორედ ეს სინთეზი იძლევა იმ უნიკალურობას მათ შემოქმედებისას, რომელსაც ჩვენ გავიცანით. ანუ ერთ სცენაზე დგან მოყვარულები, პროფესიონალები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ თვითონ შემოქმედება არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის, ეს არის პროფესიონალური ქორეოგრაფია, რომელიც ნამდვილად არ ტოვებს არანაირ მომენტს თანაგრძნობისთვის, პირიქით მე მგონი ქართული მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა იმ შესრულების ხარისხით, რომელიც უჩვენა ამ კომპანიამ. ქორეოგრაფსაც მოვაყოთ, თქვენ ესწრებოდით ამ ვორქშოპს, როგორი შთაბეჭდილება გქონდათ? მოგესალმებით. შთაბეჭდილება იყო ძალიან ემოციური პირველ რიგში. ემოცია იყო საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ უცხო იყო, ჩემთვისაც უცხო იყო, პირველად ვიხილე პრაქტიკულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სცენაზე. და მაინტერესებდა პროფესიული კუთხით, როგორ გადმოსცემდნენ ისინი მუსიკას, თავიანთ ემოციებს, გრძნობებს. ძალიან გაკვირვებული დავრჩი და ძალიან ბევრი რამე მე პირადად მათგან ვისწავლე. რა თქვენ იცოდით ამ კომპანიის არსებობის შესახებ? კომპანიის არსებობის შესახებ მქონდა გარკვეული ინფორმაცია, იმიტომ რომ ინტერნეტის სივრცეში მქონდა ნანახი და ვინაიდან საერთოდ ინკლუზიური ცეკვა ძალიან მაინტერესებს და ბევრს ცეკვავ და ასე შემდეგ და ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი ინტერესით შესაძლებელია მათ ჩამოსვლას, იმიტომ რომ ეს უკვე ხელოვნების დონემდე არის ახაყვანილი, ეს პლასტიკაც, ის ყველაფერი ისთვისაც ცეკვა არის ესეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და შესაბამისად მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის, რომელიც საქართველოს ინკლუზიური ცეკვის პროპაგანდით დაუბრუნდა. ხო, ჩვენ პირველად არ ვნახავთ დღეს რატის ცეკვას, იმიტომ რომ გადაცემა პროფილში გვახსოვს თქვენი ტანგო. აჩიკო, შენ დადგე ხო, მე მგონი ეს ცეკვა. დიახ, მომიწია მაშინ თქვენთან მუშაობა და მე ამაგება ეს და მეტია. აქეთან და რომელსაც ვკითხოთ, როგორ იცოდ პროცესი, აი თქვენ როგორ მუშაობთ ამ ყველაფერს? დიახ, პირადად ჩემთვის ეს გამოცდილება თვითონ ცეკვის ესეთი სტილის ცეკვის არ იყო პირველი. მაგრამ ჩემთვის პირადად იყო ყველანაირი სტერეოტიპის დამსხვრევა. ხო, ეს იყო უნიკალური საშუალება, რომ ესეთ ადამიანებთან, ხო, ერთ ადამიანთან ჩვეულებრივ ატმოსფეროში ერთად გვემუშავა არანაირი ჟანრის ცეკვა. ხო, ასეთი ჟანრის ცეკვა და თქვენ ვერ წარმოედგენთ, რამდენი შესაძლებლობა აქვს ყველა ადამიანს არანაირი ნაკლის გარშე, ეს არანაირად არ უნდა იყოს
მაგას საერთოდ ზოგადად არ უნდა იყოს ლაპარაკი საერთოდ. სხვათა შორის მე ჩვენ მოგვიყვნენ ვინც ესწრებოდა ამ წარმოდგენას და იყო განსაკუთრებული ჩვენი ერთ-ერთი პროდიუსერი, რომლისთვის ეს არ იყო არანაირი, როგორ გითხრათ, რაღაცნაირი განსაკუთრებული სიახლე, ამბობდა რომ მე უყურებდი ძალიან მაღალი დონის წარმოდგენას, აბსოლუტურად პროფესიონალურად შესრულებულ ცეკვას, სადაც არ ჩანდა არანაირი შეზღუდული შესაძლებლობა. შეგვიძლია ვიხილოთ? ზათარი მუსიკა და ნახოთ თუ თუ შეიძლება რომ ჩვენს გვაჩვენოთ ამ ვორქშოპის შედეგი. მონახარა როგორ კი შეგვიძლია კი ბატონო, მზად ვარ. მე ერთი შემთხვევა როცა მე ვარს არ ვიტყვი. ზოგადად რეაქცია. კი ბატონო. კარგით, მუსიკა გვინდა უკვე თუ ჯერ აგვიხსენეთ. ბატონო, ჯერ გვითხარით. უნდა ავდგეთ და ხო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ვიხდე ყველაფერს. წრეზე გადავნაწილდეთ წრეზე გადავნაწილდეთ. და ნებისმიერი რა თქმა უნდა. მიჭირება გამოსილი. ნებისმიერი ჯგუფის ასე ვთქვათ საწყისი ეტაპი ეს არის გაცნობა. რაც შემოგთავაზეს მათ პირველ რიგში ეს იყო გაცნობა. ანუ ჯგუფის თითოეული წევრი ასახელებს თავის სახელს და რაღაც ჟესტიკულაციით აკეთებს რაღაც თავისებურ ჟესტს. მაგალითად ვისაც რა უნდა საინტერესო ის არის კიდევ ის არის რომ როდესაც ერთი იძახის თავის სახელს და აკეთებს ჟესტს ყველამ უნდა გაიმეოროს შემდეგ ეს ჟესტით ჟესტიანად საკმაოდ ხალხალისო დავიწყოთ მე დავიწყო მუსიკა ჩავთო ხო? კი რა მუსიკა კოთ მაესტრო კარგი დავიწყოთ მე ვარ გვანცა მიხარშე აჩიკო როტრელე მაგარია დიმიტრი კეთი რატი ზაზა აკადემიური იყო კოტე ლევან აი გაცნობა მეორე რაც ინტერაქტიულია უფრო ერთმანეთთან კონტაქტის იდეა აქვს ესეთი მოძრაობით ჩვენ ერთმანეთს უგზავნით სიგნალს ესე თუ რა გაცნობას და მიყოლებით თავარია ხო მიმართულება მისცე ბოლომდე შემდეგ გადასცემთ უკვე თქვენ აუცილებლად ვიზუალური კონტაქტი არ ვიზუალური დარღვევა. კონტაქტიც ჯერჯერობით გავაკეთოთ ერთმანეთის მიზნობით და კარგით დავიწყოთ მაგალითად მე შეიძლება და შემდეგი წესი იყო ბოძი შეგვიძლია იმპროვიზაცია ჩვენკენ გამოვიდა თქვა კი ბატონო აი ესე ერთმანეთს ვისაც უნდა შეგვიძლია დაუბრუნოთ და ასე შემდეგ კარგით სადაც სიგრატაგებდა ეს შეგვიძლია მუსიკალურად გავაკეთოთ ეს შეგვიძლია ემოციური და თორსა კარგით რაიმე ქორეოგრაფიული მონახაზი ხომ არ ქორეოგრაფიული ჩვენ ძირითადად შეგვიძლია ვორქშოპის შედეგები თქვა სიტყვაზე როგორ ვიმუშაოთ ერთმანეთთან ეს პირველი ბოდი ჩვენ კარგით კი ბატონო ხო ორივე ყველა გაჩვენებთ ჩვენ თქვა პირველი ერთი მას ეს არის კონტაქტის დამყარება იქით კამერასთან სახით თუ შეიძლება ეს არის შეხება შეხების დონეზე და ამ შეხების იდეა ის არის ანუ წაყვანა და წაყოლა მაგითაც მან თვალები უნდა დახუჭოს დახუჭე თვალები ხელები ჩამოვშვი
ბრავო. მეორე იდეა არის გადაადგილება სივრცეში, რომ ერთი მთლიანად ნდობის ფაქტორზე დამყარებული თვალდახუჭები ეხლა საფრთხო დაგანოასე დიტურება დრო უკვე. გასაგებია. თუმცა ეს ნდობა მე მგონი მოვიპოვეთ. ძალიან მაგარი ამბავია, ძალიან მაგარი გამოცხება და თავარია, ეს არის საინტერესო კიდევ მითხრე რომ ხაჭ დიკლოზური ცეკვა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, როდესაც შეზღუდული ჩაძირების მიმართ საზოგადოების მებერების ამაღლებაზეა საუბარი, იმიტომ რომ შესაძლებლობები ჩდება საოცარ დონეზე, ზუსტად ის ცეკვა აჩიკა, რომელიც ჩვენ მაშინ, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, იყო ერთ-ერთი ამის მაგალითიც, რომ ყველაზე მეტად საზოგადოებას რაც დაამახსოვრდა ბოლო წლების მანძილზე, რაც იყო ტელეეთერში გაჩვენები, იყო ზუსტად ეს ეპიზოდი. ძალიან აბა დიდი მადლობა ორგანიზატორებს, იდეის ავტორებს, მონაწილეებს, წარმატებებს ვისურვებთ და ჩვენ გზად ვართ ნებისმიერ დროს დაგიდგებთ ხარში, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ, ის იქნება იმედია პირველი ნაბიჯი. კარგით, დაგემშვიდობებით დღეს ხვალ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მე მგონი კვირის კარგი დასაწყისი იყო, კარგად.